მე-7 საუკუნეში ჩრდილოეთში აღმოცენებულმა ხალხმა ევროპა შეცვალა. ვიკინგების გემებმა გადალახეს ზღვები და ოკეანეები. მოიარეს მთელი ატლანტიკური სანაპირო. მათი გამოჩენა იყო არა მხოლოდ თავდასხმები, არამედ კულტურული და პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი. მათ მიაღწიეს ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას და ბალტიისპირეთს. შემდეგ პერიოდებში კი უფრო შორსაც მივიდნენ. ვინ იყვნენ ისინი, როგორ მოახერხეს ამ უზარმაზარი ტერიტორიის დაპყრობა? რა მოტივები ამოძრავებდა ამ ხალხს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში დატოვეს თავისი მტკიცე კვალი მსოფლიო ისტორიაში. ვიკინგები ძირითადად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ სკანდინავიაში, ნორვეგიაში, შვედეთში და დანიაში. მათი სახლები ძირითადად ფიორდებთან ახლოს მდებარეობდა, ზღვისა და მდინარეთა სანაპიროებზე. ამ რეგიონში კლიმატი ცივი იყო, მიწები და ბუნება კი მწირი და რთული. მათი საზოგადოება ხშირად ქმნიდა სოფლებს, რომლებიც სამეურნეო და საზღვაო კულტურას ეყრდნობოდა. საზოგადოება მკაცრად იერარქიულად იყო მოწყობილი. ძირითადი სოციალური ფენები ასე გამოიყურებოდნენ: იარლები, ჭეშმარიტი მმართველები, უმაღლესი კლასის პირები, რომლებიც მიწასა და ხალხს აკონტროლებდნენ. კარლები, თავისუფალი მებრძოლები და გლეხები, ისინი მიწათმოქმედებითა და ვაჭრობით ცხოვრობდნენ. და ბოლოს თრალები, მონები, რომლებიც ძირითადად სახლის საქმიანობას მისდევდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ვიკინგებში კი მათი საზღვაო უნარები და საბრძოლო საქმე იყო. მათი გემები იყო კულტურისა და სამხედრო ძალის განუყოფელი ნაწილი. დაბალი, მსუბუქი და მანევრირებადი, რომელიც კარგად მოძრაობდა მდინარეზე და სანაპიროზე. ამ გემების საშუალებით შემდგომ პერიოდებში უამრავ ადგილში იმოგზაურეს ვიკინგებმა. ვიკინგების საზოგადოებაში მეფის, იარლების და ადგილობრივი მთავრების გავლენა განსხვავდებოდა. თუმცა არსებობდა გარკვეული კონგრესი, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა. ეს იყო ალთინგი, სახალხო შეკრება, სადაც მეფეები და იარლები იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მაგალითად, განკარგულებები მთავრობის, სამართლისა და რელიგიური წესების შესახებ. ალთინგი არის ყველაზე ძველი პარლამენტი ევროპის ისტორიაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და დაარსდა 930 წელს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიკინგები მოგზაურები იყვნენ. გემებით გადალახეს ჩრდილოეთის ზღვა, ატლანტიკის ოკეანე. დასავლეთით ბრიტანეთი დაარბიეს და დასახლდნენ იქ. სამხრეთში მიაღწიეს საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს. აღმოსავლეთში დაარსეს ქალაქები. ვაჭრობდნენ რუსებთან და ბიზანტიასთანაც. ლეიფ ერიქსონი იყო ადამიანი, რომელმაც ამერიკა კოლუმბამდე 500 წლით ადრე აღმოაჩინა. იგი იყო ელიქციტურის ვაჟი, რომელმაც დაახლოებით 1000 წლისთვის დაარსა გრენლანდია. ვიკინგები მთელს ევროპაში საუკუნეების განმავლობაში თარეშობდნენ. ღმერთო გვიხსენი ნორმანთა მრისხანებისგან. ასე ლოცულობდნენ მე-10 საუკუნის ბრიტანულ-ინგლისურ ეკლესიებში. მათი დაპყრობები იყო სასტიკი, რომლის გავლენაც დღესაც იგრძნობა და ეს ყველაფერი ასე მოხდა. ვიკინგების მიერ ბრიტანეთის დაპყრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მათი ექსპანსიის ისტორიაში. ლინდის ფარნის მონასტრის თავდასხმა 793 წელს ითვლება ვიკინგების ეპოქის დასაწყისად. ისინი მუდმივად თავს ესხმოდნენ სანაპირო ქალაქებს, მონასტრებს და სავაჭრო ადგილებს. დროთა განმავლობაში მათ დაიკავეს ინგლისის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი. დაარსეს ქალაქები იორკი, ლინკოლნი, ნორვიჩი. ვიკინგები როგორც დაპყრობის, ისე მმართველობის თვალსაზრისით საკმაოდ გამჭრიახი და ორგანიზირებული იყვნენ. მათი მოქმედება დაპყრობულ ტერიტორიებზე საკმაოდ მრავალმხრივი და ძირითადად ორიენტირებული იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე. ისინი ხშირად ცდილობდნენ თავიანთი კანონები და წესები გაევრცელებინათ ახალ ტერიტორიებზე. დეინ ლავ, იგივე დანიური სამართლის მხარე, იყო ვიკინგთა შექმნილი ტერიტორია, სადაც განსაკუთრებული წესები მოქმედებდა. ეს ძირითადად ეხებოდა მიწის ფლობელობას, სასამართლო სისტემას და ვაჭრობას. მე-9 საუკუნიდან მათ ერთმანეთის მიყოლობით დაიპყრეს ნორთუმბრიის, მერსიის, უესექსის, სასექსის და კორნუოლის სამეფოები. 1016 წელს ვიკინგური წარმოშობის კნუდ დიდი გახდა მეფე. იგი ქრისტიანად იყო მონათლული და მართავდა ხალხის მხარდაჭერით. კნუდ დიდის მმართველობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზირებულად ანგლო-საქსურ ინგლისში. მათ აქ შექმნეს და გააძლიერეს სკანდინავიური კულტურა, ვაჭრობა. საბოლოოდ მათი ექსპანსია შეჩერდა 1066 წელს. სტემფორდ ბრიჯის ბრძოლით, როდესაც ინგლისის მეფემ ჰაროლდ გოდვინსონმა დაამარცხა ნორვეგიის მეფე ჰარალდ ჰარდრადა, იგივე ჰარალდ კაცრი. მე-9 საუკუნიდან დაწყებული ვიკინგებმა არაერთი შემოსევა მოაწყვეს თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს ფრანგთა სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. ისინი მდინარე სენის დახმარებით აღწევდნენ პარიზამდე და ხშირად ძარცვავდნენ ეკლესიებსა და დასახლებებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავდასხმა იყო 845 წელს, როდესაც ვიკინგებმა რაგნარ ლოთბრუკის მეთაურობით დაიკავეს პარიზი და დიდი გამოსასყიდი მოითხოვეს მის დასაბრუნებლად. 911 წელს დაიდო სენ-კლერის ხელშეკრულება. ვიკინგებს და მათ ბელად როლოს გადაეცა ნესტრიის ტერიტორია,
რომელიც შემდეგ ნორმანდიად იწოდა. სანაცვლოდ როლომ მიიღო ფეოდალური ვალდებულება, დაეცვა ეს მიწა და მიიღო ქრისტიანობა. შემდეგში ის გახდა ნორმანდიის პირველი ჰერცოგი. როლის შთამომავალმა უილიამმა 1066 წელს ჰასტინგის ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელები და გახდა ინგლისის მეფე. ნორმანდია უნიკალური კულტურული რეგიონი გახდა, სადაც შერწყმული იყო ვიკინგური და ფრანგული ტრადიციები. ბევრისთვის უცნობი და საინტერესო საკითხია ვიკინგების ყოფნა თანამედროვე რუსეთის მიწაზე. პავესტი ბრემენი ხლეტ, ანუ გარდასულ დროთა ამბავი. ძველი რუსული მატიანე არის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომელიც მოგვითხრობს ვიკინგების, ვარანგების როლზე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მატიანის ერთ-ერთი მთავარი ლეგენდა არის ეგრეთ წოდებული ვარანგების მოწვევა. მაშინ ზუსტად 862 წელს ვიკინგი ბელადი რიურიკი ჩამოვიდა ნოვგოროდში და დასაწყისი მისცა რუსულ სახელმწიფოს. სახელი რუსის მოდის სკანდინავიური სიტყვიდან რუსტოვი. ახალ დინასტიას ეწოდა რიურიკოვიჩების დინასტია. თვით რიურიკის შვილის აღმზრდელმა ოლეგმა დაიპყრო შემდეგ პერიოდში კიევი და დედაქალაქიც იქ გადაიტანა. ოლეგი კიევს უწოდებდა რუსთა დედაქალაქს. მათ გავროდოვ რუსკიხ. ვიკინგური კვალი კი ევროპისა და არა მარტო ევროპის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ვიკინგებმა 854 წელს დაარბიეს სევილია, მაშინდელი მუსლიმანური სახელმწიფო ალ-ანდალუსია. მართალია მუსლიმებმა საბოლოოდ უკან დაახევინეს მათ, მაგრამ ესპანეთის სამხრეთით ვიკინგების არსებობის კვალი ისტორიულად არსებობს. მე-11 საუკუნეში ნორმანების ექსპანსია სამხრეთით დაიწყო. შექმნეს სიცილიის სამეფო, დაიპყრეს ნეაპოლი, კალაბრია, აპულია. მათ მმართველობას ჰქონდა კოსმოპოლიტური ხასიათი, ქრისტიანულ, ბიზანტიურ, არაბულ კულტურათა ნაზავი. ვიკინგებს კონტაქტები ჰქონდათ არაბულ სამყაროსთან, განსაკუთრებით ვაჭრობის მეშვეობით. არაბი მოგზაური იბნ გადლანი აღწერს რუსი ვიკინგების წესჩვეულებებს და რელიგიურ რიტუალებს. მაგალითად, საინტერესო აღწერაა, როგორ წარიმართებოდა მიცვალებულის დაკრძალვა გემზე, დაწვით. ისინი ართაკელობდნენ დაქირავებულ მეომრებად ყოფნასაც. ვიკინგები ბიზანტიის იმპერატორის მიერ იყვნენ დაქირავებულები, როგორც ელიტარული ვარანგული გვარდია. ბიზანტიურ არქიტექტურაში და ფრესკებში დღესაც ჩანს სკანდინავიური მოტივები. ვიკინგებისა და საქართველოს ურთიერთობები მე-11 საუკუნის მოვლენებს უკავშირდება. 1036 წელს შვედმა ვიკინგმა ინგვარმა, რომელსაც უწოდებენ ინგვარ შორსმოგზაური, წამოიწყო ექსპედიცია მდინარე ვოლგის გავლით, რომლის მიზანი სავარაუდოდ კასპიის ზღვის რეგიონებში ვაჭრობის გზების გაკვლევა იყო, დაიწყეს მოგზაურობა. ექსპედიცია ცნობილი არის როგორც საგა ინგვარზე. ისინი შემოდიან შავი ზღვიდან და რიონს ამოუყვებიან. შემდეგ კი თავიანთი გემების საშუალებით გადადიან აღმოსავლეთ საქართველოში. ამ პერიოდში კი ქვეყანაში რთული ვითარებაა. საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე და კლეგარის ერისთავარი ლიპარიტ მეოთხე ბაღვაში გამოდმებით ომობენ ერთმანეთთან. 1057 წელს სასირეთის ბრძოლისას, როდესაც ვიკინგები ბაგრატ მეოთხეს ეხმარებოდნენ, ისინი ტყვე ჩავარდნენ. ლიპარიტმა ტყვეება წაიყვანა ისინი და გზაში ფქვილი აცრევინა, დაამცირა. ქალის საქმე დაავალა. ჩვენთან ნამდვილად არ გამართლა ვიკინგებს. თუმცა მათი და საქართველოს კავშირი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს მოიცავს, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია. პირადად ჩემთვის კი ვიკინგების მითოლოგია და კულტურა ძალიან საინტერესოა თავისი დეტალებით. მათი მითოლოგია წარმოადგენს მდიდარ და შთამბეჭდავ სისტემას, რომელიც ეკუთვნოდა ღმერთების, გიგანტების, გმირებისა და სხვა ღვთაებათა ისტორიებს. მისი ძირითადი ელემენტები ჩამოყალიბდა ირლანდიურ და გერმანულ მითოლოგიასთან ერთად. სკანდინავური მუსიკა, პოეზია და რუნები კი განთქმულია თავისი განსაკუთრებული ხასიათით, რომლებიც ხშირად ინსპირირებულია ბუნებით, ხალხური ტრადიციებით და ძველი მითოპოეზიით. მუსიკას ახასიათებს განსაკუთრებული მელოდიები და რიტმები, რომლებიც მომდინარეობს ჩრდილოური კულტურის ხმაფესვებიდან. სკანდინავიურ კულტურაზე და მითოლოგიაზე შემდეგ ნაწილში ვისაუბრებ. მანამდე კი ვიდეოს დასასრულში უძველეს ვიკინგურ მუსიკას დაგიტოვებთ შვედეთის ბუნების ფონზე.